ამერიკამ ჩინეთს მიტყიდა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის ჩიპები მოგების წილის სანაცვლოდ. ეს არ არის შეთქმულება, ეს ოფიციალური პოლიტიკაა. წლების განმავლობაში ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის დასუსტებას რომ პირდებოდა, ვაშინგტონმა პოზიცია შეცვალა და NVIDIA-ს ჩიპების პირდაპირ პეკინში გაყიდვა დაუშვა. არც ჯაშუშობა და არც კიბერშეტევები, უბრალოდ ლობისტი და ხელშეკრულებაზე მელნის გაშრობა. ერთი ხელის მოსმით 21 საუკუნის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგია ამერიკის უდიდესი მეტოქის ხელში დაბრუნდა. რადგან ხელოვნური ინტელექტის ცივი ომი სინამდვილეში ჩინეთის შეჩერებას არ ეხებოდა, საქმე იმაში იყო, ვინ მიიღებდა ფულს. თავი პირველი, პეკინის შემოbrunება 2025 წლის დეკემბერში. H200-ის გარიგების შესახებ გავრცელებული პრეს-რელიზი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სავაჭრო დოკუმენტაციას ჰგავს. თავიდან რომ წაიკითხავ რაღაც განსხვავებულად გრძნობ. ერთი გვერდის მემორანდუმში, რომელიც თითქოს არაფრით გამორჩეულია, დამალულია ამერიკის ტექნოლოგიური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკის შემოbrunება. ისეთი ტიპის შემოbrunება, რომელიც ჩვეულებრივ თვეებრივ თვეების განმავლობაში ხორციელდება. ამჯერად კი თითქმის არსაიდან გამოჩნდა. ამერიკის მთავრობა ახლა მიიღებს წილს ყოველი NVIDIA H200 ჩიპისგან, რომელიც წყნარი ოკეანის გადაღმა იგზავნება. თითოეული $1 მეოთხედი. 200 ის არ არის, რასაც სათამაშო კომპიუტერში იპოვით. ეს სხვა რამეა. ეს ისეთი აპარატურაა, რომელიც ერთი მიზნისთვისაა შექმნილი, მასშტაბურად ავითაროს ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემები. მასში იმდენი ნედლი მონაცემი გადის, რომ ის ნაკლებად გავს ჩიპს და უფრო პატარა ინტელექტის ქარხანას ემსგავსება. თუ რამდენიმე ათას ერთად დააწყოთ, მიიღებთ ინდუსტრიულ გამოთვლით კლასტერს, რომელსაც შეუძლია ელიტური ხელოვნური ინტელექტის მოდელების წვრთნა წლების ნაცვლად რამდენიმე კვირაში. ASH-ის ექსპორტის კონტროლის პირობებში ასეთი სისტემა არასდროს იყო განკუთვნილი ისეთ ადგილებისთვის, როგორიცაა ჩინეთი. ყოველ შემთხვევაში ეს იყო წესი, მაგრამ სანამ გავაგრძელებთ, წარმოიდგინეთ ეს. თქვენ ყოველდღე ონლაინ ხართ. ამოწმებთ თქვენ სელფოსტას, ხსნით რამდენიმე აპლიკაციას, ეძებთ ინფორმაციას, უყურებთ ვიდეოებს. შეიძლება ეს ყველაფერი მოგზაურობის დროსაც აკეთოთ და თქვენთვის ეს სრულიად ნორმალურად გეჩვენებათ. მაგრამ კულისებში თქვენი ინტერნეტ პროვაიდერი, რეკლამის განთავსებლები, Excel-ის ადმინისტრატორები და ზოგჯერ თვითონ მთავრობებიც კი შეიძლება საკმაოდ დეტალური სურათი შექმნან იმის შესახებ, რას აკეთებთ ონლაინ. ეხლა რომ ნათელი იყოს, არც ერთი VPN ვერ დაგიცავთ ყველაფრისგან. თქვენ მაინც გჭირდებათ გონივრულად მოქცევა ინტერნეტში. არ დააწკაპუნოთ საეჭვო ბმულებზე, არ გადასცეთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ელფოსტებს. და ნამდვილად არენდოთ ეგრეთ წოდებულ ნიგერიის პრინცს. მაგრამ კარგი VPN კონფიდენციალურობის მნიშვნელოვანი ფენაა, რადგან კონფიდენციალურობა არ უნდა იყოს ის, რაზეც მხოლოდ მაშინ ფიქრობთ, როცა რაღაც არასწორად წავა. ეს უნდა იყოს ნაგულისხმები. და სწორედ ამისთვის არის Proton VPN შექმნილი. Proton VPN გეხმარებათ, რომ თქვენი ბრაუზინგი იყოს პირადი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. იქნებით სახში, მოგზაურობაში. თუ უბრალოდ ცდილობთ, რომ თქვენი ონლაინ აქტივობა არ იყოს თვალთვალის ობიექტი, მათი no-logs პოლიტიკა დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ არის დადასტურებული. The Protons მხარს უჭერს ფონდი, რომელიც მიძღვნილია კონფიდენციალურობის, გამჭვირვალობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე. Proton VPN ასევე სრულად ღია კოდზეა, რაც ნიშნავს, რომ მისი კოდი საჯაროდ ხელმისაწვდომია შემოწმებისთვის. ამიტომ, უბრალოდ ნდობის თხოვნის ნაცვლად, Proton ადამიანებს აძლევს საშუალებას თავად გადაამოწმონ მათი საქმიანობა და კონფიდენციალურობა არ ნიშნავს nail service. Proton VPN გთავაზობთ მაღალი სიჩქარის კავშირებს VPN Accelerator Plus MetShieldით, რომელიც ბლოკავს მავნე რეკლამებსა და ტრეკერებს მანამდე, სანამ ისინი გააფუჭებენ თქვენს ბრაუზინგის გამოცდილებას. ასევე გაძლევთ მეტთავისუფლებას ინტერნეტში. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სერვერებს მსოფლიოს გარშემო, უფრო უსაფრთხოდ მიიღოთ კონტენტი მოგზაურობისას და გამოიყენოთ ის სტრიმინგისთვის, თამაშებისთვის და PRP ფაილების გაზიარებისთვის, ამ ყველაფრის პარალელურად თქვენი ონლაინ აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვით. ასე რომ, თუ ცდილობთ შეაჩეროთ რეკლამების გამავრცელებლები, დაიცვათ თქვენი ბრაუზინგი ინტერნეტ პროვაიდერისგან, ან უბრალოდ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს ონლაინ ცხოვრებაზე, Proton VPN მარტივს ხდის კონფიდენციალურობას. დააკლიკეთ ბულს აღწერაში, ან გადადით protonvpn.com/ან protonvpn.com/the infographic show-ზე, რომ მიიღოთ 70%-მდე ფასდაკლება, როდესაც დარეგისტრირდებით დებით Proton VPN-ის 2 წლიან გეგმაზე. უკან 2023 წელს ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ კაცრი ზვარი გაავლო. ისე მიწყვეტენ, რომელი ტექნოლოგია შეიძლება გადავიდეს რომელ საზღვარზე. შეშფოთება მარტივი იყო. ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები წინ მიიწევდნენ ხელოვნური ინტელექტის შეიარაღების რბოლაში და ვაშინგტონის სასოწარკვეთილად ცდილობდა ამის შენელებას. ამიტომ ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს შეზღუდვა, თუ რამდენი გამოთვლითი რესურსი შეიძლებოდა ლეგალურად გაეტანათ ექსპორტზე. პრობლემა? საუკეთესო ჩიპები უკვე ბევრად აღემატებოდა ამ ზღვას. ამიტომ ისეთი კომპანიები, როგორიცაა NVIDIA, იმას აკეთებდნენ, რასაც კომპანიები აკეთებენ. ისინი ადაპტირდნენ. მათ შექმნეს დაქვეითებული ვერსია, რომელიც სპეციალურად ისე იყო დაპროექტებული, რომ წესების ზვარს ოდნავ ქვემოთ დარჩენილიყო, რათა ბაზარი ღია დარჩენილიყო წესების დარღვევის გარეშე. მაგრამ ეს გამოსავალიც დიდხანს არ გაგრძელდა. სუფთა აკრძალვის ნაცვლად, ვაშინგტონმა უფრო მოქნილ მიდგომაზე გადაინაცვლა. 1 წლის ვადით გათვალისწინებულ გამონაკლისებზე ინდივიდუალური დამტკიცებებით. პრაქტიკაში მთავრობა თავად წვეთდა თითოეულ შემთხვევაში ჩინეთში ვის მიეცემოდა მოწინავე ჩიპების შეძენის უფლება. მედიამ ამას ჩინეთის ჩიპების მიმოხილვა უწოდა. ვინ მოხვდა ამ სიაში? სწორედ ეს არის მთავარი ამბავი, რადგან დამტკიცებულ მყიდველებს შორის არ იყვნენ უცნობი სტარტაპები ან დაბალი რისკის მქონე კომპანიები. მათ შორის იყვნენ Alibaba, ByteDance და Tencent.
ასევე იყვნენ კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან, ანუ PLA-სთან და სახელმწიფო მხარდაჭერილი ღრუბლოვანი სერვისების მომწოდებლები, რომლებიც ჩინეთის თავდაცვის ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდნენ. ისევე როგორც ორგანიზაციები, რომლებსაც ამერიკის პოლიტიკა ორი ადმინისტრაციის განმავლობაში ცდილობდა კომპიუტერული რესურსების შეზღუდვას, მოულოდნელად გახდნენ უფლებამოსილი მყიდველები. როდესაც ტექნიკა ქვეყნიდან გადის, წესები და რეგულაციები მასთან ერთად არ გადის. გამოთვლითი რესურსი კონტროლს აღარ ექვემდებარება. მონაცემთა ცენტრი არ აცხადებს, რას ავარჯიშებს. ამერიკის შეერთებული შტატები ახლა იღებდა შემოსავალს ტექნიკის გაყიდვიდან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ეროვნულ უსაფრთხოების საფრთხე დაცხადებდა. ყველაზე საინტერესო ის არის, როგორ გაიგეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავდაპირველი ბლოკადა შექმნეს, რომ ის შეიცვალა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მათგან ბევრმა ეს ისე გაიგო, როგორც საზოგადოებამ, საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით. პეკინიც არ დარჩენილა უკმად. ჩინელმა რეგულატორებმა სახელმწიფო კომპანიებს დაავალეს უპირატესობა Huawei-ის ჩიპებს მიანიჭონ ამერიკულების ნაცვლად, მაგრამ Alibaba, ByteDance და Tencent-მა მაინც სწრაფად შეუკვეთეს H200-ები და გავრცელებული ინფორმაციით, შეკვეთების რაოდენობა 100,000-ობით ერთეულს აღწევს. აბა, როგორ გახდა ეს ნაბიჯი წარმოუდგენელიდან რეალურად მოქმედი, მაშინ როცა კონგრესში არც ერთი ხმა არ მიუციათ, უბრალოდ ფულის ნაკვალევს გახევით. მეორე თავი, კავშირი. შირი. 2025 წლის აგვისტოში უკვე ყალიბდებოდა შეთანხმება Nvidia-ს, AMD-სა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. გადამხდელობითი ლიცენზიების სანაცვლოდ ჩიპების მწარმოებლები დათანხმდნენ, რომ თავიანთი ჩინური ჩიპების შემოსავლის 15% ASUS-ის მთავრობას გადაურიცხავდნენ. ეს არც გადასახადი იყო და არც ტარიფი. ეს იყო რაღაც ნამდვილად ახალი ამერიკის სავაჭრო ისტორიაში. ეს იყო ნებაყოფლობითი შემოსავლის განაწილება, რომელიც პირდაპირ კერძო კომპანიებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის იყო შეთანხმებული, ყველაფერი ექსპორტის ნებართვაზე იყო მიბმული, წვდომა სანაცვლოდ წილისა. Nvidia-სთვის ეს ციფრები შთამბეჭდავია. მხოლოდ H200-დან ჩინეთის შემოსავალი 10 მილიარდებს აღწევს. 15%-იანი წილი და სხვა ვალდებულებები შეადგენს $12 მილიარდ. ეს იგივე მასშტაბისაა, როგორც მთელი წლის ეკონომიკა, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მადაგასკარი ან ბაჰამები. და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ პოლიტიკურ მექანიზმებს არ გაუვლია. რაც ამან რეალურად შექმნა, იყო პრეცედენტი. ექსპორტის კონტროლმა შეწყვიტა მკაცრი წესებივით მოქმედება და დაიწყო ფასების პირობები მსგავსად მოქცევა, რაღაც რისი კორექტირებაც, მოლაპარაკებაც და შემოსავლებზე გაცვლაც შეიძლებოდა. დეკემბრის შეთანხმებამ ეს კიდევ უფრო გააღრმავა. უფრო ძლიერი ჩიპებისთვის დამატებითი გადასახადი, როგორც იუწყებიან 25%-მდე გაიზარდა. ფასების მოდელი აშკარა გახდა. გადაიხადა მეტი, მიიღე უფრო სენსიტიური ტექნიკა. წვრილ შრიფტში დამატებული იყო 50%-იანი ზღვარი. ჩინეთში გაგზავნილი პროდუქცია არ უნდა აღემატებოდეს ASUS-ში გაყიდული რაოდენობის ნახევარს და მთელი ეს შეთანხმება ერთწლიანი ვადით მოქმედებს, რომელიც 2026 წლის დეკემბერში იწურება. ამის შემდეგ ან ხელახლა განიხილავენ, ან გააგრძელებენ, მაგრამ იმ დროისთვის პრეცედენტი უკვე დადგენილი იქნება. მთავრობა, რომელიც თავის დაფინანსებას ნაწილობრივ კორპორაციის ექსპორტიდან იღებს, ფინანსურად არის დაინტერესებული, რომ ეს ექსპორტი გაგრძელდეს და როცა ეს მოხდება, სტიმულების სტრუქტურა იცვლება. ბლოკადები წყვეტენ მოქმედებას როგორც შემაკავებლები. ისინი იწყებენ ფუნქციონირებას როგორც საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომლებიც შემოსავალს აგროვებენ. რაც საზოგადოებას გონივრულ პოლიტიკად მიეყიდა, ახლოდან თუ დავაკვირდებით, უფრო დაცვითი რეკეტის მსგავსია. ამის განხორციელებისთვის Nvidia-ს მხოლოდ სლაიდები და კორპორატიული ურთიერთობების გუნდი არ ყოფნიდა. სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც წესებს შენობის შიგნიდან გადააწერენ. და 2025 წელს ისინი იპოვეს. მესამე თავი, კარიბჭის მცველები. Nvidia თავისი კორპორატიული ცხოვრების უმეტეს ნაწილში ვაშინგტონში თითქმის ყურადღების მიღმა იყო. 2024 წელს მისი ფედერალური ლობირების ხარჯები დაახლოებით $640,000 შეადგენდა. კომპანიისთვის, რომლის საბაზრო ღირებულება $3 ტრილიონი აღემატებოდა, ეს რიცხვი არაფერს ნიშნავდა. ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც მისი ზომის მეათედია, ჩვეულებრივ ამაზე 10 ჯერ მეც ხარჯავდნენ. 2025 წელს რაღაც შეიცვალა. Nvidia-ს ლობირების ხარჯები გაიზარდა $4,950,000-მდე, რაც ერთ წელიწადში 600%-ზე მეტი ზრდაა. მთავარი მიზანი არც საგადასახადო პოლიტიკა იყო და არც ანტიმონოპოლიური საკითხები. ეს იყო ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურო და ექსპორტის წესები, რომლებიც წყვეტდნენ, რომელი ჩინური მისამართები მიიღებდნენ ამერიკულ ჩიპებს. მთავარი თანამშრომელი დასაქმდა Brownstein Hyatt Farber Schreckში, დენვერში დაფუძნებულ ლობისტურ კომპანიაში, რომელმაც თანდათანობით დაიმკვიდრა თავი ვაშინგტონის დერეფნებში. მათ შექმნეს სპეციალური გუნდი Nvidia-ს ანგარიშისთვის, რომელსაც Ed Royce ხელმძღვანელობდა. Royce არ არის პერიფერიული ფიგურა. ის წლების განმავლობაში იყო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რაც ერთ-ერთი მთავარი ადგილია, სადაც ASUS-ის ტექნოლოგიური და კონკურენტ სახელმწიფოების პოლიტიკა ყალიბდება, რაც ნიშნავს, რომ მას ექსპორტის კონტროლი მხოლოდ თეორიულად არ ესმოდა. მას ესმოდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი რეალურად. ვინ წერს დოკუმენტების ტექსტს მანამდე, სანამ ისინი პოლიტიკად იქცევა, რომელი ოფისები მართავენ გადაწყვეტილებებს ჩუმად და სად არის რეალური ზეწოლის წერტილები. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც რეგულაციას ისეთ რამედ აქცევს, რასთანაც შეგიძლია იმუშაო და არა უბრალოდ წაიკითხო, მაგრამ კომპანიები ხშირად ქირაობენ ყოფილ ოფიციალურ პირებს. ლობირების მაჩვენებლები ყოველ წელს იზრდება. მაშ რატომ არის ეს შემთხვევა განსხვავებული? პასუხი დროის საკითხშია.
ბრაუნსტეინის დაქირავება, ლობირების ზრდა და პოლიტიკის ცვლილებები მრავალწლიან პერიოდში არ მომხდარა. ეს მხოლოდ რამდენიმე თვის ამბავია. ექსპორტის კატეგორიები, რომლებიც 2025 წლის მაისში დახურული იყო, აგვისტოში გაურკვეველი გახდა და დეკემბერში პრაქტიკულად უკვე ღია იყო. არის ისტორიის ვერსია, სადაც ეს დამთხოვაა, მაგრამ ახლა ასე აღარ ჩანს, რადგან ჩანაწერები აჩვენებს რაღაცას, რაც ძალიან მიზანმიმართულია, რომ უგულებელყოთ. სპეციფიკური ზეწოლა კონკრეტულ წესებზე, ზუსტად იმ ბერკეტებზე, რომლებიც საბოლოოდ ამოქმედდა. რაც მათ მიიტანეს, შეხვედრებზე უფრო ღირებული იყო. წვდომა იმ ოთახებში, სადაც ლიცენზირების გამონაკლისებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ. როგორც კი NVIDIA-ს პოლიტიკის გუნდმა ეს წვდომა მოიპოვა, შემდეგი ეტაპი უკვე თვითონ მანქანის უმეტეს ნაწილს ასრულებდა. მეოთხე თავი, კორპორატიული ლოიალობის ქულათა ბარათი. Axios-ის მიხედვით, თეთრი სახლის დასავლეთ ფლიგელში არსებობს შეფასების სისტემა, რომელიც ამერიკულ კომპანიებს აკვირდება. ის მოიცავს 553 კომპანიასა და სავაჭრო ასოციაციას, რომლებიც შეფასებულნი არიან იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიურად მუშაობდნენ ადმინისტრაციის მთავარ კანონპროექტის, ერთი დიდი მშვენიერი კანონპროექტის მხარდასაჭერად. კომპანიებს აფასებენ როგორც ძლიერ, ზომიერ ან სუსტ მხარდამჭერებს. ფაქტორებში შედის სოციალური მედიის პოსტები, პრეს-რელიზები, რეკლამები, ვიდეო მიმართვები და თეთრ სახლში ღონისძიებებზე დასწრება. უფროსმა ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დოკუმენტი ვითარდება და სხვა პრიორიტეტებსაც მოიცავს. ისინი, ვინც კარქულებს ირებენ, თანამშრომლების თქმით, ირებენ ეგრეთ წოდებული დაჩქარებულ განხილვას. გარედან ხილული ყველა ნიშნით NVIDIA-ს ქულა გამორჩეულია. მათი ცალკე 15 მილიარდი დოლარის შიდა ვალდებულება, ყველა იმ მაჩვენებლის მიხედვით, რომელსაც სისტემა როგორც ჩანს აკვირდება, სწორ მხარეს აღმოჩნდა. კომპანიამ გამოაცხადა მონაცემთა ცენტრები პოლიტიკურად მნიშვნელოვან შტატებში, ხელმძღვანელებს ადმინისტრაციის ღონისძიებებზე პირდაპირი კონტაქტის ბევრი შესაძლებლობა მისცა და მათი მასიური მომარაგების პარტნიორობები Stargate-ის გაფართოებას დაუკავშირა. ყველა ეს კავშირი ადმინისტრაციის უფროსის ოფისში იკვეთება. Suzy Wilesy, რომელმაც 2024 წლის კამპანია მართა ამ როლის დაკავებამდე, თეთრ სახლში მოვიდა პოლიტიკური კონსულტაციებისა და ლობისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ. ეს გამოცდილება განსაზღვრავს, თუ როგორ აღწერენ სისტემაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი ამჟამინდელ მოთხოვას. დასავლეთ ფრთა, სადაც უფროსი თანამშრომლები კარგად იცნობენ, როგორ გადის კორპორატიული და პოლიტიკის ინტერესები ფედერალურ გადაწყვეტილებებში. NVIDIA-სთვის უპირატესობა ერთ კონკრეტულ დამტკიცებას ან გადაწყვეტილებას არ უკავშირდება. ის ყალიბდება კულისებში, იმით თუ როგორ კატეგორიზდება განაცხადები მანამდე, სანამ ისინი განხილვას დაიწყებენ. დროთა განმავლობაში ეს კლასიფიკაცია განსაზღვრავს, რამდენად მარტივად გადის მოთხოვნების სისტემაში. კონკურენტი, რომელიც ლიცენზირების ეტაპზე მოდის უფრო ძლიერი ტექნიკური არგუმენტით, მაგრამ სუსტი ქულების ბარათით, არ აგებს იმიტომ, რომ მისი არგუმენტი არასწორია. ისინი აგებენ იმიტომ, რომ ქულების ბარათმა წინასწარ დაალაგა რიგი. პროცესის მცოდნეები ამას მარტივად აღწერენ. იმ დროისთვის, როცა გადაწყვეტილებაზე კამათობ, გადაწყვეტილება ხშირად უკვე ჩამოყალიბებულია. მეხუთე თავი, მწვანე არხი. NVIDIA არა მხოლოდ ლიდერობს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზარზე, არამედ ამ ბაზარზე დომინირებს კიდეც. კომერციულ სექტორში, სადაც გამოიყენება მოწინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემების საწუხნელად და გასაშვებად, NVIDIA დაახლოებით 84% აკონტროლებს ბაზარზე. AMD-ს ეკუთვნის 5%, ხოლო Intel-ი იღებს დარჩენილი ნაწილის უმეტესობას. ამიტომ, როდესაც ექსპორტის ნებართვები ინდივიდუალურად მიიღება, სისტემა რეალურად არ ირჩევს თანაბარ ვარიანტებს შორის და ეს მნიშვნელოვანია. რადგან თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ აპარატურას არ ეხება, არამედ იმასაც თუ რაზე მუშაობს ეს აპარატურა. მომხმარებელთა მოთხოვნა უმეტესად NVIDIA-ს ჩიპებზეა. სწორედ ამაზე ააგეს ჩინურმა ლაბორატორიებმა თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის სტეკები. მისი შეცვლა უბრალოდ ბრენდის შეცვლას არ გავს. ეს უფრო გავს მთელი ინფრასტრუქტურის თავიდან აშენებას მაშინ, როცა სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს. ასე რომ თეორიულად შეიძლება რამდენიმე მომწოდებელი არსებობდეს, მაგრამ პრაქტიკაში მოთხოვნა ერთისკენ მიედინება. NVIDIA-ს არ დასჭირვებია მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მას უპირატესობას მიანიჭებდა. მისი ბაზრის დომინირება და ის თუ რამდენად ღრმად არის მისი პროგრამული უზრუნველყოფა ინდუსტრიაში ჩაშენებული, იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი ექსპორტის გზა მოწინავე ჩიპებისთვის თითქმის ავტომატურად NVIDIA-ზე გაივლიდა. ასე რომ, როდესაც შემოსავლის განაწილების სისტემა შემოიღეს, საჭირო არ იყო გამარჯვებულების პირდაპირი არჩევა. მან უბრალოდ იმ გზას მიიღო, რომელიც ბაზარს უკვე ჰქონდა გაკაფული. ქაღალდზე ეს შეთანხმება ნეიტრალურად გამოიყურებოდა. თეორიულად ნებისმიერ მომწოდებელს შეეძლო მასში მონაწილეობა. პრაქტიკაში მხოლოდ ერთი რეალური არჩევანი არსებობდა და ყველა დანარჩენი გარეთ რჩებოდა. უყურებდა, როგორ განისაზღვრებოდა პირობები. ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და სტრუქტურამ თავის თავს დაუწყო კვება. თითოეული გაგზავნილი ჩიპი NVIDIA-ს პროდუქტებს კიდევ უფრო მეტად ამკვიდრებს ჩინეთის მონაცემთა ცენტრებში და შემოსავალს ქმნის. ამ შემოსავლის ნაწილი ASHS-ის ხაზინაში მიდის, რაც ამყარებს პოლიტიკურ არგუმენტს მიწოდებების გაგრძელების სასარგებლოდ. მაგრამ წესების წიგნი ოფიციალურად მაინც იმ ტექნიკურ სტანდარტებზეა დაფუძნებული, რომლებიც კანონშია ჩაწერილი. მაშ, როგორ ახერხებ კანონიერად ჩიპის გაგზავნას, რომელიც 2023 წელს დაწესებული მკაფიო შეზღუდვების მიხედვით აკრძალული უნდა იყოს. მეექვსე თავი, საკანონმდებლო ხვრელების ქარხანა. აქ სისტემა ჭკვიანდება და ტექნიკური დეტალები მნიშვნელობას იძენს. მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროში წესები მხოლოდ ფორმალური პოლიტიკის ცვლილებებით არ იცვლება. ისინი ასევე ვითარდება ტექნიკური კითხვებისა და განმარტებითი შენიშვნების მეშვეობით.
ეს დოკუმენტები დაწერილია იმის ასახსნელად, თუ როგორ გამოიყენება არსებული წესები პრაქტიკაში. არც მოსმენებია, არც კენჭისხრა, მხოლოდ განმარტებები, რომლებიც განსაზღვრავენ როგორ მუშაობს წესები. ეს ის ადგილია, სადაც პოლიტიკა რეალურ დროში კორექტირდება, ისე რომ თითქოს საერთოდ არ შეცვლილა. და დროთა განმავლობაში ეს კორექტირებები როგორც წესი ერთ მიმართულებას იღებს. როდესაც NVIDIA-სა და HSS-ის ოფიციალურ პირებს შორის მაღალი დონის შეხვედრები ტარდება, ახალი ინსტრუქციები მუდმივად აზუსტებს, რა ითვლება დასაშობად ექსპორტის შეზღუდვის შერტვების ფარგლებში. ჰითვეული განახლება ცალკე უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ ერთად ისინი მხოლოდ წესებს არ განმარტავენ, არამედ საზღვარს იმდენად ცვლიან, რომ ჩიპების მოძრაობა გაგრძელდეს. ამაში არაფერია ტექნიკურად არალეგალური. უმეტესილად ეს სისტემა ისე მუშაობს, როგორც იყო განზრახული. ASHS-ის ვაჭრობის დეპარტამენტს აქვს უფლება საკუთარი ექსპორტის წესები თავად განმარტოს. ეს განმარტება მუდმივად ხდება ტექნიკური განახლებებისა და ინსტრუქციების მეშვეობით. პრობლემა ისაა, რომ როცა უკან დაიხევ და შეხედავ, ათობით მცირე დაზუსტების ერთობლივი ეფექტი როგორ გამოიყურება. ერთმანეთზე დადებული ეს ცვლილებები პრაქტიკაში უკვე ცვლის იმას, თუ რა წესებია რეალურად. ფიქსირებული ზღვარი მოლაპარაკებულ ზღვრულად იქცევა. ტექნიკური სპეციფიკაციები, რომლებიც ობიექტურ ზღვარად უნდა ყოფილიყო, იწყებს იმ ინდუსტრიის ინტერესების ასახვას, რომელსაც თავად არეგულირებს. როდესაც კომპანიას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ წესების ინტერპრეტაციაზე, რომლებიც მისივე ექსპორტს არეგულირებს, ეს უკვე აღარ არის უბრალოდ რეგულირების საკითხი. ის თავად ეხმარება იმ წესების ჩამოყალიბებაში, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს. NVIDIA-ს H200 ჩიპის მეხსიერება მხოლოდ მეხსიერების სპეციფიკაცია არ არის. საბოლოო მოდელის ტრენინგში ეს არის განსხვავება იმ სისტემას შორის, რომელსაც შეუძლია მაღალი დონის ენის მოდელი აქტიურ კონტექსტში შეინარჩუნოს და იმ სისტემას შორის, რომელსაც ეს არ შეუძლია. ეს ასევე არის ზღვარი ჩატბოტსა და კიბერომის ძრავას შორის. ჩიპების ინჟინერირებით წესების ხრამდე, NVIDIA ეხლა რეალურ დროში წევს ამერიკული ექსპორტის პოლიტიკის სამუშაო ვერსიას. მეშვიდე თავი, ჩრდილოვანი სახელმწიფო დეპარტამენტი. Jensen Huangის 2025 წლის კალენდარი პარალელური დიპლომატიის ერთგვარ კვლევას გავს. NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრები გამართა ტაივანში, იაპონიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში და გაერთიანებულ სამეფოში. ყოველ გაჩერებაზე მან გამოაცხადა კომპიუტერული რესურსების ვალდებულებები და გაფართოების შეთანხმებები ისეთ მასშტაბზე, რომელიც ისტორიულად სავაჭრო წარმომადგენლებს ან კაბინეტის მდივნებს ექნებოდათ შესასრულებელი. რამდენიმე შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოცხადებულმა შეთანხმებებმა განსაზღვრა დღის წესრიგი შემდგომი ქვეყანა-ქვეყანას შორის მოლაპარაკებებისთვის და არა პირიქით. სავარაუდოდ, სპარსეთის ყურის კომპიუტერული შეთანხმებები ყველაზე ნათელი მაგალითია. საუდის არაბეთის მიერ სუვერენული ხელოვნური NVIDIA-მ შექმნა ეს პოლიტიკა და სახელმწიფო დეპარტამენტმა მას მოერგო. იგივე სქემა განმეორდა აბუ-დაბაშიც. G42-ის პარტნიორობები და მასთან დაკავშირებული ჩიპების ვალდებულებები გაჩნდა მანამდე, ვიდრე HSS-ის ოფიციალური წესები ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ეს არ არის ის, როგორც საგარეო პოლიტიკა უნდა მუშაობდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი არსებობს იმისთვის, რომ შეათანხმოს, როგორ ეკიდება შეერთებული შტატების სტრატეგიულ ტექნოლოგიებს და მათ გადაცემას საზღვარგარეთ. მაგრამ ეხლა კომპანიას შეუძლია ჯერ გამოაცხადოს კომერციული ვალდებულებები და შემდეგ მთავრობა იძულებულია რეაგირება მოახდინოს. მათ უწევთ თავიანთი პოლიტიკის შეცვლა იმის მიხედვით, რაც უკვე დაწყებულია. და რაც წარმოიქმნება, ეს არის სუვერენიტეტის უჩვეულო სახეობა. NVIDIA ტრადიციული გაგებით სახელმწიფო არ არის. მას არ ყავს არმია და არ აქვს ხაზინა, მაგრამ ის იმ წერტილშია, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები რეალურად განისაზღვრება ჩიპებით, რომლებიც განსაზღვრავენ, რას შეძლებენ ან ვერ შეძლებენ სისტემები. და მას აქვს საკმარისი პოლიტიკური ცდომა იმის უზრუნველს საყოფად, რომ მისი კომერციული არჩევანები მხოლოდ პოლიტიკის ფარგლებში არ მოქმედებს, არამედ აქტიურად აყალიბებს მას. და ეს განსხვავებული ურთიერთობაა, ვიდრე მხოლოდ რეგულაცია. ის ნაკლებად გავს კომპანიას, რომელიც წესების მიხედვით მოქმედებს და უფრო გავს კომპანიას, რომელიც ამ წესების ჩამოყალიბების პარალელურად მოქმედებს. არა სახელმწიფოს ჩანაცვლება, არამედ მნიშვნელოვან სფეროებში იმ პირობების დაწესება, რაზეც შემდეგ სახელმწიფო რეაგირებს. მერვე თავი, ანგარის სწორება. ახალი გამონაკლისის ფარგლებში პირველი H200 ჩიპები უკვე ჩადის ჩინეთის მონაცემთა ცენტრებში, სადაც შეკვეთები უკვე 100,000-ობით ერთეულს აღწევს. მალე დაიწყება გაწუხთნის გაშვებებიც. მოდელები, რომლებიც გამოვა, საბოლოოდ გამოყენებული იქნება სხვადასხვა სფეროში, დაწყებული კომერციული ჩატბოტებიდან დამთავრებული სამხედრო სამიზნე სისტემებით. გამოთვლითი რესურსი, როგორც კი მიეწოდება, იქცევა იმად, რისთვისაც ოპერატორი გამოიყენებს მას. რაც ამ ყველაფრის დაბრუნებას ართულებს, ის არის, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკა აღარ არის, ეს უკვე შემოსავალია. როგორც კი შემოსავალი ფედერალურ დაგეგმაში იწყებს შემოდინებას, ეს უკვე აღარ არის მარტივი ჩართვა-გამორთვის საკითხი. ფედერალური ბიუჯეტის პროგნოზები ამას უკვე ითვალისწინებს. შიდა განვითარების პროგრამებს, რომლებიც ნაწილობრივ ამით ფინანსდება, ჰყავთ მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც მას დაიცავენ. HSS-ის მთავრობის ბიუროკრატიულმა აპარატმა ფაქტობრივად ფინანსური ინტერესი შეიძინა იმავე ტექნიკის ექსპორტის გაგრძელებაში, რომელსაც ადრე კონტროლირებად საქონლად მიიჩნევდა.
ამ შეთანხმების შეცვლა საჭიროებს არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, არამედ იმ შემოსავლის ამოღებასაც, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სააგენტოს გეგმებში. როდესაც NVIDIA ზრდის თავის შემოსავლის პროგნოზებს, მთავრობის მოსალოდნელი წილიც იზრდება. ეს მხოლოდ აძლიერებს პოლიტიკურ არგუმენტს გამონაკლისის გაფართოების სასარგებლოდ. საგარეო პოლიტიკის პრივატიზაცია მეტაფორად აღარჩება და ფინანსურ ბალანსში ასახულ ურთიერთობად იქცევა. როგორც კი კომპანია აჩვენებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გამონაკლისის ყიდვა ფიქსირებულ ფასად შეიძლება, ეს პრეცედენტი მუდმივ ხასიათს იღებს. აქ რაც იკვეთება, ნაკლებად გავს ერთჯერად გარიგებას და უფრო მეტად შაბლონს, რომლის მიხედვითაც რეგულაციური ზეწოლა მოლაპარაკებული შემოსავლის წილად გარდაიქმნება. სხვა ინდუსტრიებიც უკვე ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს. ფარმაცევტიკა, სატელიტები, მოწინავე ბიოტექნოლოგია, სექტორები, სადაც ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება იყოს როგორც კომერციული, ასევე სტრატეგიული. 10 წლეულების განმავლობაში წესი მარტივი იყო. ზოგიერთი ტექნოლოგია ღია ბაზრებიდან გარეთ რჩებოდა. ეს წესი არ შეცვლილა. უბრალოდ ის აღარ აღსრულდება იმავე ფორმით. NVIDIA ხელოვნური ინტელექტის რბოლაში მხოლოდ ერთ-ერთი მოთამაშეა და არავის უნდა იყოს ის, ვინც პროცესს შეანელებს. მაგრამ შეიარაღების რბოლა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ის მდგრადია. ამჟამად ხარჯები უფრო ნაკლებად გავს ზრდას და უფრო მეტად სისტემაში დაგროვილ ზეწოლას. და როცა ეს ზეწოლა გასკდება, ამას ყველა იგრძნობს. თუ გინდა გაიგო რა მოხდება შემდეგ, 115 მილიარდი დოლარის დანახარჯის ფონზე ხელოვნური ინტელექტის ბუშტი უბრალოდ გასკდა. ან ნახე ეს ვიდეო ამის ნაცვლად.